ადამიანი უცხოპლანეტელი, ვალიანტ თორის ამბავი. ფილ შნაიდერი იყო ადამიანი, რომელიც საუბრობდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის აქტიური სამხედრო და პოლიტიკური კავშირია. შნაიდერი ამბობდა, რომ ის ამერიკის მთავრობის საიდუმლო პროექტებზე მუშაობდა და გაურკვეველი მიზეზების გამო საქმეებს ჩამოაშორეს. ახლა მოგიყვებით ადამიანზე თუ უცხოპლანეტელზე, რომელიც ვალიანტ თორის სახელითაა ცნობილი და რომელიც, როგორც ფილიც ამბობდა, უცხოპლანეტელი იყო. ვალიანტ თორის ისტორია. ვალიანტ იგივე ვალ თორი სავარაუდოდ უცხოპლანეტელი იყო და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა. მის შესახებ ინფორმაცია და ფოტო დოქტორმა ფილ შნაიდერმა 1995 წელს გაავრცელა და განაცხადა, რომ მას პირადად იცნობდა, როდესაც მასთან ერთად საიდუმლო სამთავრობო დავალებებზე მუშაობდა. შნაიდერის თქმით, მისი ინტელექტის კოეფიციენტი 1200 შეადგენდა, რაც ადამიანის ინტელექტზე მკვეთრად მაღალია. IQ კოეფიციენტი საშუალო დონე 85-დან 115 ქულამდეა და 125 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს გააჩნია. თორი თავისუფლად საუბრობდა ასენაზე, ხოლო მისი ასაკი 500 წლის ფარგლებში იყო. ამის გარდა ფილ შნაიდერი თავის ლექციებსა და პრესასთან ინტერვიუებში ამტკიცებს, რომ თორმა ბევრი სამთავრობო საიდუმლოც იცოდა. მისივე ინფორმაციით 1954 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას და უცხოპლანეტელებს შორის ეგრეთ წოდებული გრენადას შეთანხმება გაფორმდა. ამ ეგრეთ წოდებული შეთანხმების მიხედვით 1954 წელს ამერიკის შეერთებული შტატების 34 პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელს შეხვდა 2021 თებერვლის ღამეს რაიტ პატერსონის ავიაბაზაზე. უცხოპლანეტელების დისკისებური ხომალდი დაეშვა. მის ქვედა მხარეს სამკუთხედის ფორმის განყოფილება გაიხსნა და პროჟექტორების სინათლეზე ჰუმანოიდის ფიგურა გამოჩნდა. მისი თავი ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ადამიანის თავი. სახეზე შავი, ნუშისებური თვალები ჰქონდა, არ ჰქონდა ცხვირი. ხელებზე კი 4 თითი მომრგვალებული წარმონაქმნებით ბოლოვდებოდა. ოფიციალურად ცნობილი არ არის, რაზე შეთანხმდნენ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები. მაგრამ არსებობს ორი ჰიპოთეზა. პირველი უფრო გავრცელებულია და მას ხშირად შეთქმულების თეორეტიკოსები ხვებიან. მისი მიხედვით უცხოპლანეტელმა ამერიკის პრეზიდენტს უფლება სთხოვა ადამიანების წაყვანაზე, მათი შესწავლის მიზნით. მოლაპარაკების თანახმად ისინი სრულიად ჯანმრთელები უნდა დაებრუნებინათ. მათ უბრალოდ მეხსიერებას გაუსუფთავებდნენ. სანაცვლოდ კი ამერიკა გარკვეულ ინფორმაციას მიიღებდა მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.